მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას საუბრობს თქვენზე სხვებთან, რას ფიქრობს სინამდვილეში თქვენზე და რა გეგმები აქვს. დღეს გვაქვს ერთპოზიციანი გაშლა, ასარჩევი ვარიანტები დღეს არ გვექნება, თუ მოგწონთ ესეთი ვიდეო უყურეთ, თუ თქვენზე რეზონირდა, რა თქმა უნდა, ბოლომდე უყურეთ ამ შემთხვევაში. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მესენჯერში მომმართოთ, მომწეროთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. ასევე შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე, რადგან მაშინ იწყებს ინფორმაცია თქვენზე რეზონირებას, როდესაც მას ჩართავთ და მოусმენთ და არ აქვს მნიშვნელობა ვიდეო როდის არის საიტზე განთავსებული. ახლა კი შეგიძლიათ იმ ადამიანის სახე წარმოიდგინოთ, ან სახელი წარმოსთქვათ, ვისაც გინდათ, რომ დღეს ტარომ გიპასუხოთ. კონცენტრირდით გაშლაზე და ვნახოთ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის მისი საუბრები თქვენზე სხვებთან, რას საუბრობს ის. პირველ რიგში აქ მოდის ისეთი ინფორმაცია, რომ სხვებთან თქვენზე სერიოზული ტონით საუბრობს. თითქოს ცდილობს აჩვენოს, რომ პატივს გცემთ და რაც თქვენ შორის იყო, გამოცდილება იყო, გაკვეთილი იყო, სწავლა იყო. ანტი შეიძლება საუბრობს ისეთ მომენტში, ასპექტში, რომ გარდაუვალი ბედის გამოცდა იყო, ეს უნდა გაგევლოთ ორივეს. მაგრამ ამავე დროს მის ტონში დიდი დარდია, მის ტონში არის ძალიან დიდი ნაღველი, რაღაცა სიმძიმე მაინც აღინიშნება. როდესაც იმ საკითხზე მიდგება ხოლმე საქმე, როდესაც უკვე თქვენი კულმინაციური ეტაპი უნდა გაიხსენოს სხვასთან, ან შეიძლება თქვენი ურთიერთობის დაშლაზე გადავიდეს უკვე საკითხი, ამ დროს სხვათა შორის საკუთარ თავს ამართლებს, ეგ იცოდეთ. მაგრამ თქვენზე საუბრობს და თქვენს ურთიერთობაზე ისე როგორც გამოცდილებაზე. მაგრამ ამ დიალოგში ფარული თქვენს მიმართ ინტერესი მაინც შეინიშნება. ანუ უფრო მეტად ხედავ, რომ აქ ადამიანი ცდილობს, რომ დამალოს თქვენი მნიშვნელოვნება დღეს მის გულში. უფრო მეტად აუფასურებს ხვის თვალში, აი აღარ მაინტერესებს ისე და ხო ხდებით, მაგრამ რეალურად მის გულში მაინც იმპერატრიცად რჩებით, მით უმეტეს მზის არკანთან ერთად. ეს არის ხანგრძლივი პროცესი მის გულში, ძალიან დიდი ხანი მას ვერ დაავიწყდებით, შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე დარჩეთ მნიშვნელოვან პიროვნებად. მაგრამ სხვებთან საუბრობს, რომ თქვენ ხართ მის ცხოვრებაში უდიდესი გამოცდილება. კარგად ვინც იცნობს ამ ადამიანს, ან ვინც უფრო დაკვირვებული ან ლოგიკური ადამიანი არის, მაშინ მივხვდება, რომ მის დიალოგში შეინიშნება ის ასპექტები, რომ თქვენს მიმართ ინტერესი ისევ აქვს, მაგრამ თავისი განმოსახედით ამ ყველაფერს მალავს. ყოველ შემთხვევაში მისი გული ბოლომდე არ არის დამშვიდებული, მისი გული ბოლომდე ვერ დამშვიდებულა იმ საკითხში, რას თქვენ გეხებათ. თქვენზე რას ფიქრობს, ახლა სინამდვილეში გავიგოთ ეს. რას ფიქრობს თქვენზე სინამდვილეში? ხო, აქაც ისეთი პასუხი გვაქვს, რომ პირველ რიგში გხედავთ, რომ ხართ საოცრად ინტუიციით სავსე ქალი. ღვთაებრივი სიტყვა გაქვთ, აი რაღაც უნიკალური მიდგომები გაქვთ ურთიერთობაში. თან შეიძლება იყოთ რაღაც მომენტში გაუგებარი მისთვის, რაღაც მომენტში ძალიან თბილი იყავით მისთვის. ღვთაებრივი სიტყვით და ინტუიციით სავსე ქალად გხედავთ. რაც შეეხება თქვენს ერთად გატარებულ დროს, სხვათა შორის, ანუ რაღაცა სიხარულის წყარო არის მისთვის, ჯერ კიდევ რაღაცა ბედნიერებას, თითქოს გუშინ მოხდა ეს ყველაფერი ისე გრძნობს, უბრალოდ ხვდება, რომ ეს ეტაპი თითქოს დამთავრდა ახლა.
აი ამავდროულად როგორც ახლო ხართ მისთვის, ამავდროულად ის გრძნობს, რომ გადახვედით თქვენ სხვა სამყაროში, სხვა ინტერესები გაქვთ, შეიძლება სხვა ჰობი გაიჩინეთ, აბსოლუტურად აცდა თქვენი სამომავლო პერსპექტივები ერთმანეთს. გადაეშოთ თქვენს ინტერესებში, შეიძლება მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალეთ ან შეასუსტეთ რაღაც გარემო ფაქტორების გამო, ან იმის გამო, რომ თვითონ ის სითბო ვერ დააბაზა იმ დროს, როდესაც თქვენ გჭირდებოდათ, რომ მას სხვანაირად მიიღო ის გაწვდილი ემოციები, რასაც მას აძლევდით. ყოველ შემთხვევაში, რას ფიქრობს სინამდვილეში თქვენზე, ეს კითხვა გვაქვს და ეს ადამიანი სინამდვილეში თქვენზე იმას ფიქრობს, რომ თქვენი ხედვები, მიზნები, პერსპექტივები შეიცვალა და ის საერთო გზა გაიყო აცდა ერთმანეთს, რაც ერთად უნდა გაგევლოთ. სხვა შორის თქვენზე ფიქრობს, რომ შეიძლება ახლა თქვენ უფრო ბევრად მყარად დგახართ ამ წუთას, ვიდრე თვითონ. და ვიდრე მაშინ, როცა თქვენ გაგიცნოთ, ანუ რაღაცა შედარებებს აკეთებს თავის გონებაში, როგორი იყავით ადრე, რა ვითარებაში იყავით ადრე, თვითონ ახლა როგორ არის, ან როგორი იყო და რა იქნება, რაღაცა ეტაპებად აქვს ფიქრებში დაყოფილი ყველაფერი შედარების მომენტში ნამდვილად არის. ანუ ფიქრობს, რომ სანამ თქვენ გაცნობის პროცესში იყავით, გაგიცნოთ, მერე უკვე თქვენი ურთიერთობა წამოვიდა, ახლა ერთმანეთის გარეშე ხართ, აი ყველაფერს რომ თვალი გადავალო, ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი და უკეთესი ვარიანტი ახლა თქვენ ცხოვრების ახლა დგას. სხვა შორის ეს რაღაცები მასში ჩუმახ ფთოვანებას იწვევს, იმიტომ რომ ესეთი არკანი გვაქვს დასტის ბოლოს. შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენ ახლა ბევრად ლამაზი ხართ, გაუმჯობესებულ ვარიანტს, გაუმჯობესებულ ენერგიას გრძნობს. აშკარა ძალიან შესამჩნევი არის მის თვალში, რომ ხართ უკეთესი. მოდი ვნახოთ აბა რას გეგმავს თქვენთან, გავიგოთ რა გეგმები აქვს უფრო სწორად, რა გეგმები შეიძლება გქონდეს ამ პიროვნებას თქვენთან. მოქმედებაში ის ფაქტურად დაბნეულია ჯაჭვებით, იმიტომ რომ ჰერმიტის იგივე განდეგილის მაღალი არკანი ამოგვივიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებაში ის ჯერ კიდევ ძიებაშია, დაბნეულია, შორიდან შეიძლება გიყურებდეთ, გული სხვა შეეუბნებოდეს, გონება სხვა შეეუბნებოდეს, ემოციურად ჯერ კიდევ არასტაბილურად იყოს, დაბნეულება ჰქონდეს და რაღაცა ცოტა შიშებიც წამოვიდა მის გეგმებში, რომ შეიძლება ფიქრობს, რომ შეიძლება ახლა ამ წუთას ის ადამიანი, ანუ თვითონ აღარ გჭირდებათ, ან არ იცის თქვენი დღევანდელი დამოკიდებულება თუ დიდით რო გავიდა, მით უმეტეს თუ თქვენგან არაფერი არის მის მისამართით, არაფერს არ აგრძნობინებთ და თქვენთვის ხართ რაღაც ძალიან ჭრდილში და თქვენზე ბევრი არ ესმის, ან თქვენს ემოციებს ასე არ აჩვენებთ, არაფერს პოსტავთ, არაფერს ეგრეთ წოდებულ ნამივაკებს არაფერს არ აკეთებთ, მით უმეტეს ეს შიში უფრო ექნება, იმიტომ რომ რა დახვდება თქვენთან, არ იცის, დღევანდელობა სხვა არის, წარსული სხვა არის, დღეს სხვა ადამიანი ხართ მის თვალში და მის მოქმედებები აქედან გამომდინარე არის საკმაოდ ბურუსით მოცული. რადგან ეს ბურუსი გამოწვეული არის მისი შინაგანი შიშების ფაქტორებზე. ის ახლა არ მოქმედებს, არც უახლოეს პერიოდში ვერ ხედავ, რომ იმოქმედებს რამეს, მაგრამ თუ თქვენგან მცირედი სითბო იგრძნო, იმიტომ რომ მოდის აი ესეთი არკანი, თასების დედოფალი, თუ თქვენგან რაღაცა იმპულსი იგრძნო, მცირედი სითბო იგრძნო, შესაძლოა ნაბიჯი გადმოდგას. დანარჩენ შემთხვევაში მისი ყოყმანი და მისი არაულობა თითქოს უფრო დიდხანს გასტანს. მოდი გავიგოთ რჩევა თქვენთვის. რამდენი ცეცხლოვანი არკანი ამოვიდა რჩევაში. სხვა შორის აქ მოდის ძალიან ესეთი საინტერესო, ჩემი აზრით თქვენს მოგეწონებათ ეს რჩევა. აქ არის პირდაპირ კარგი ესე გველაპარაკება, რომ თქვენს გვერდით უნდა იყოს ბუნებიანი, ცეცხლოვანი, მამაცი ადამიანი,
ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ეშინია არც ვნების, არც იბნევა შუაგზაზე, საქმე ბოლომდე მიყავს, არ იბნევა, როცა საქმე ეხება მოქმედებას და ვნებას და სწრაფ მოქმედებას, ანუ არ აჭიანურებს რაღაცას, რასაც ჩაიფიქრებს, აკეთებს, თქვენთან მოაქვს ემოციები ბოლომდე. აი, ეცით როგორ შეგრძნება უხსოვთ ცხოვრებისეულ ამ ეტაპზე, როგორადაც ახლა თქვენ ამ ურთიერთობაში ჩამოყალიბდით და ეს ადამიანიც ხვდება, რომ თქვენ ძალიან შეიცვალეთ და სხვანაირი გახდით და უკეთესი ვერსია ხართ თქვენივე საკუთარი თავის. აქ ცხოვრებისეულად ამ ეტაპზე თქვენ უკვე აღარ გჭირდებათ ფრთხილი პარტნიორი, არამედ ენერგიული, თავდაჯერებული და ცოტა ესეთი გიჟი ადამიანი გჭირდებათ, რომელიც იმ კომფორტის ზონაში აღარ დაგაბრუნებთ, საიდანაც გამოხვედით და თქვენი ახალი ვერსია შეცვალეთ. ყოველ შემთხვევაში ახლა შეიძლება სიახლეებს ეძებდეთ, შეიძლება ჯერჯერობით არც იყოთ მზად, ბევრი თქვენთაგანი ამ სიახლეებისთვის, რადგან ეს წარსული იარები გაქვთ, მაგრამ რაღაცა მეტი სხვა ეფექტი გჭირდებათ ცხოვრებაში და კარტმაც ეს გირჩიათ, რომ თუ გექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ახალი ადამიანი შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში, ან თქვენთვის საინტერესო პიროვნებას გაიცნობთ, უკან არ დაიხიოთ და მიეცით შანსი. მე დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.